საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან, საქართველოს ელჩთან იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილთან ერთად ემპოლისა და ფლორენციაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრა. ამჟამად სკოლებში 30 მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეისწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, კულტურა, ცეკვა და სიმღერა. ფლორენციის ქართულ სამრევლო ტაძარში კულტურის მინისტრი ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძესა და მრევლს შეხვდა. ემიგრაციაში დაბადებულ პატარებს არ უკარგავთ ქართულ კულტურას, ქართულ ენას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი აღზრდისა და განვითარებისათვის ყველაფერი ეს, სადაც ჩართულია ეკლესია ამ ყველაფერში. საქართველოს დელეგაცია იმყოფება იტალიაში დიდი კულტურული პროგრამით, რომელიც ამ დღეებში იქნება წარმოდგენილი და ამის პარალელურად მოვინახულეთ რამდენიმე საკვირაო სკოლა, გავიცანით ჩვენი სათვისტომოს და ემიგრაციის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კულტურის კერები არსებობდეს და ჩვენ მომავალთაობასაც, რომლებიც აქ იზრდებიან, კონდეს ბმა საქართველოსთან და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული კულტურის, ქართული ენის ერთგვარი ელჩები იყვნენ ისინი ევროპაში. ჩვენი ვიზიტი გრძელდება და იქნება მნიშვნელოვანი დღე, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული კულტურა მაღალ დონეზე. ყოველთვის ძალიან ემოციურია ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრა. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე საკვირაო სკოლა, ანსამბლები, სადაც ქართველ ბავშვებს ასწავლიან ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ცეკვას, წერა კითხვას და იმ ყველაფერ მნიშვნელოვანს, რაც თითოეულ ქართველს უნდა კონდეს. აქ ემიგრანტებში, დედებში, მამებში, ბავშვებში ყველაში იგრძნობოდა, რომ მათი სამშობლო მათგულებშია. მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა დღეს ქალაქ ფლორენციაში და ასევე ქალაქ იმპოლეში, სადაც საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად, ქალბატონ თინათინ რუხაძესთან ერთად ვიმყოფებოდით. საშუალება ჰქონდა შეხვედრილიყავით ქართულ დიასპორას, მოგვენახულებინა საკვირაო სკოლები, ასევე დავესწარით წირვას. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება დავუახლოვდეთ, გავიგოთ ის გამოწვევები, რაც დღესდღეობით ქართულ დიასპორას აწუხებს იტალიაში. გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან ზაზა ალექსიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრას მეცნიერები, ზაზა ალექსიძის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილები ზაზა ალექსიძის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. ზაზა ალექსიძე ერთი გამორჩეული მეცნიერთაგანი იყო საქართველოში. ის იყო ფართო მასშტაბის ისტორიკოსი, ენათმეცნიერის თქვენ წარმოიდგინეთ და იყო მთელი რიგი მიმდინარეობების დამფუძნებელი. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად ზაზა ალექსიძემ შემოიტანა ალბანისტიკის დარგი. მან შეისწავლა ეს ალბანეთის ისტორია და ბევრი საინტერესო პრობლემა დააყენა მასთან დაკავშირებით. ზაზა ალექსიძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ინსტიტუტს და უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სასიკეთო იყო ახალი წყაროების დაბეჭდა, გამოვლენა, მასზე კომენტარების გაკეთება. ზაზა თავს არ ეშორებდა ამით და ანალოგიურად იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არმენოლოგიის კათედრის გამგე იყო და ბევრი მისი მოწაფე შემდეგ საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერი გახდა. დღეს არის 90 წლის აღნიშნვა ზაზასი, ის იმსახურებს დიდ სიყვარულს, პატივისცემას და მე ყველა მის მოწაფეს, მის კოლეგებს ვლოცავ დღევანდელ დღეს და მინდა რომ ზაზას სახელი მარადიულ ხსენებაში იყოს. დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აღინიშნა დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, ისტორიკოსის, არმენოლოგის, ალბანოლოგის და ცხადია ქართველოლოგის ბატონ ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლისთავი, 18 ოქტომბერს შეუსრულდა მას 90 წელი. ბატონი ზაზა მართლაც განსაკუთრებული მოვლენა ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში. მან ძალიან დიდი ამაგი დაძლო როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრას,
ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა თავის დროზე წლების განმავლობაში და ცხადია ხელნაწერთა ინსტიტუტს, დღეს უკვე ხელნაწერთა ცენტრს, რომლის დირექტორი იყო თითქმის 20 წლის განმავლობაში, 18 წლის განმავლობაში და მის სახელთან დაკავშირებულია ინსტიტუტის ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება. ძალიან სასიამოვნოა, რომ მეცნიერებათა აკადემია თავისი წევრის, ამავე დროს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრის იუბილეს აღნიშნავდა დღეს. აქვე მინდა დავძინო და ვთქვა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ 24 ოქტომბერს ბატონი ზაზას ხსოვნისადმი მისი დაბადების დღისადმი მიზღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება მის მშობლიურ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ბატონ ზაზა ალექსიძის თაობაზე ფიქრისას ყოველთვის წარმოგიდგება მისი ნაშრომები. ყველანი მეცნიერებასთან ვინც არის დაკავშირებული, ალბათ თანხმდებით იმაზე, რომ არიან ნაშრომები, რომლებიც რაღაცა აწეულების შემდეგ ისტორიოგრაფიულ მნიშვნელობას შეიძენენ. მაგრამ არის ნაშრომები, რომლებიც მუდმივად რჩებიან ძალიან აქტუალური, რომელთა მოხმობა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. აი ზაზა ალექსიძის ნაშრომები დაწყებული ეპისტოლეთა წიგნიდან დამთავრებული მისი ბოლო წიგნით ასურელ მამათა ცხოვრების რედაქციებს რომ ეხება სინასტაზე აღმოჩენილი. აი სწორედ ასეთი რიგისაა. ზაზა ალექსიძემ დასტოვა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყნად. ეს არის სამეცნიერო მემკვიდრეობა, ეს არის ხორციელი მემკვიდრეობა და ეს არის მისი მოწაფეების სახით მემკვიდრეობა. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავდა. რა საფრთხეს შეიცავს ეგრეთ წოდებული ღია Wi-Fi-ის გამოყენება? რა რისკებთან არის დაკავშირებული და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი? ამ საკითხზე საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორმა ინგა ქარჩავამ დღეს მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით ისეთი ოპერაციების დროს, როგორიცაა ფინანსური ტრანზაქცია, მობაილ ბანკში, ინტერნეტ ბანკში შესვლა, ონლაინ ტრანზაქციის განხორციელება, სადაც ხდება საბარათე მონაცემების შეყვანა, ღია Wi-Fi-ის გამოყენება არ უნდა მოხდეს. მან ამ მიმართულებით მოსახლეობისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. ღია Wi-Fi მიჩნეულია საფრთხის შემცველად, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი ღია Wi-Fi-ის უკან კიბერთაღლითი არის და ელოდება, როდესაც გარკვეული სენსიტიური მონაცემების ან კონფიდენციალური მონაცემების გაცვლა მოხდება, მაგრამ მოხმარებელმა მაინც რისკები უნდა შეაფასოს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღია Wi-Fi კავშირზე როდესაც ვუერთდებით, ჩვენთვის ესე ვთქვათ, შავი ხვრელია და მის უკან უნდა ჩავთვალოთ, რომ არის რისკი და შეიძლება ეს ჩვენი მონაცემები მოიპოვოს მესამე მხარემ და ეს არც თუ ისე რთულია. თუ აუცილებელია ონლაინ შესყიდვა, აუცილებლად მობილურ დატას, ეგრეთ წოდებულ მობილურ დატას საკუთარ ინტერნეტს ვიყენებთ ამ შემთხვევაში. ასევე კარგი პრაქტიკა არის ღია Wi-Fi კავშირი არ დავიმახსოვროთ, თქვენ იცით, რომ ბევრ ტელეფონს გააჩნია მის ფუნქცია, რომ Wi-Fi კავშირს ვიმახსოვროთ და ეს არის მუდმივად, როდესაც თქვენ იმ სივრცეში ხვდებით, სადაც ღია Wi-Fi კავშირია და ერთხელ დამახსოვრებული გაქვთ, ყოველ შესვლაზე ავტომატურად უკავშირდებით თქვენ და გახსოვდეთ, რომ დაუცველ Wi-Fi კავშირზე ხართ მიერთებული. ამიტომაც კარგი პრაქტიკა არის, რომ შევწყვიტოთ ღია Wi-Fi კავშირის გამოყენება, როდესაც არ გვესაჭიროება. ასევე ძალიან მარტივი არის ღია Wi-Fi, ესე ვთქვათ, ცნობის წერტილის დაყენება და შესაძლოა კარგად ცნობილი საჯარო სივრცის დასახელებით კიბერთაღლითებას შექმნას Wi-Fi დაკავშირების წერტილი, თქვენ დაუკავშირდეთ, შეიყვანოთ მონაცემები, რაც ვახსენეთ და ის ხილული იქნება მესამე მხარისთვის. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ ხოლმე ფინანსური ტრანზაქცია ღია Wi-Fi კავშირზე არ განვახორციელოთ. თუ კი გვიწევს ამის გაკეთება, კარგი პრაქტიკა არის VPN აპლიკაციის დაყენება მობილურზე. VPN-ი არის, წარმოიდგინეთ, რომ დაცული კერძო არხი თქვენ ტელეფონსა და Wi-Fi წერტილს შორის, როდესაც მონაცემების გაცვლა ხდება, ის არის დაშიფრული და ხილული არ არის. ამიტომ კარგი პრაქტიკა არის, რომ ჩამოვტვირთოთ ოღონდ marketplace-იდან, ჩვენთვის ეს ოფიციალური წყაროდან VPN აპლიკაცია და ჯერ გავაქტიუროთ VPN აპლიკაცია და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ ონლაინ ვაჭრობა.